Ამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება, როგორ უნდა იყოს უფრო დაცული იმ ადამიანების უსაფრთხოება და უფლებები, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში ამხელენ მათივე სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანებს და სახელმწიფო მოხელეებს. კანონპროექტი უკვე მზად არის ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მალე პარლამენტში შევა საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა. ამ წუთებში თბილისში საჯარო სამსახურის ბიუროს და საერთაშორისო ორგანიზაცია სიგმას ინიციატივით სემინარი მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზანი ამხილებელთა დაცვის შესახებ კანონის დახვეწაა. ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან. ნიკა მოლდინაშვილია პირდაპირ ეთერში. ნიკა, უფრო კონკრეტულად რას ითვალისწინებს კანონი? იმისთვის რომ საჯარო სამსახურებში კორუფციის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს, სწორედ ამიტომ საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით ქორთერთ მარიოტში სპეციალური სემინარი კონფერენცია ტარდება, რომელშიც მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ცნობისთვის გეტყვით, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ რამდენიმე თვის წინ დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ეხება მამხილებელთა და მოწმეთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. მაგალითისთვის გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული რომელიმე საჯარო სამსახურის თანამშრომელი დაადგენს, რომ მისი ხელმძღვანელი პირი ან თანამშრომელი ჩართული არის კორუფციულ გარიგებაში, ის უფლებამოსილი ხდება და შესაძლებლობა ეძლევა, რომ მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს ზემოქმედებისთვის და ასეთ შემთხვევაში სწორედ ასეთი ადამიანების დაცვის მექანიზმზე არის ამ კანონპროექტში საუბარი, იმაზე, რომ ამ სამსახურის ხელმძღვანელს აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ ამ თანამშრომელზე რაიმენაირი სახის ზეწოლა განახორციელოს ან თუნდაც სამსახურიდან გაათავისუფლოს. ეს კანონპროექტი საბოლოო სტადიაშია, მისი დამუშავება მიმდინარეობს სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მას შემდეგ რაც ეს კანონპროექტი საბოლოო სახეს მიიღებს, ის უკვე დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. ჩვენი უცხოელი ექსპერტები დაგვიწევენ რეკომენდაციებს, თუ კიდევ რა არის გასაკეთებელი საქართველოში ამ მიმართულებით. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოწმეთა და მამხილებელთა დაცვას, მათ უფრო მეტად გაძლიერებას საჯარო სამსახურებში. მოწმე და მამხილებელი შესაძლებელი იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს საჯარო სამსახურში, ამისთვის არ არის აუცილებელი ნებისმიერი თანამდებობა გეკავოს, ნებისმიერი პირი შეიძლება იყოს მოწმე და მას უნდა გააჩნდეს რეალური ინფორმაცია ამ ორგანიზაციაში მიმდინარე რაიმე უკანონო ქმედების შესახებ. სემინარი ჩატარდა საქართველოს საჯარო სამსახურთან ერთად. ჩვენ განვიხილეთ სამომავლო გეგმები, ვიმსჯელეთ საჯარო სამსახურებში კორუფციის მინიმალურ რისკებზე, ვისაუბრეთ მაკონტროლებელ მექანიზმებზე, ასევე საჯარო სამსახურებში მოწმეთა და მამხილებელთა დაცვაზე. ეს ძალიან რთული პროექტია, თუმცა საქართველოს მთავრობა ცდილობს ამ პოლიტიკის გატარებას. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან, საჯარო სამსახურთან, რომ დავეხმაროთ მათ პროექტების ეფექტურ განხორციელებაში. ჩვენ გავაცნობთ ქართულ მხარეს იმ გამოცდილებას, რაც სხვადასხვა ქვეყნებში დაგვიგროვდა. კანონპროექტი განსახილველად და დასამტკიცებლად პარლამენტში სავარაუდოდ ერთ თვეში შევა და მას შემდეგ რაც პარლამენტი უკვე განიხილავს და დაამტკიცებს ამ კანონს, ეს კანონპროექტი, რომელსაც ჰქვია მამხილებელთა და მოწმეთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება, უკვე ყველა საჯარო სამსახურში ამოქმედდება.